თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო შემთხვევით. იმიტომ რომ როდესაც პირველი მარათონი გავაკეთეთ ბავშვისთვის, არ იყო ბავშვი, გოგოსთვის, რომლის მამამაც მოიკლა თავი, იმიტომ რომ თირკმელი ვერ გადაუნერგა და დატოვა წერილად, ჩემი პირველი სუპერ გმირი იყო ის. როდესაც დავიწყეთ სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენა, ეს მოხდა შემთხვევით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა დავუფასოთ მათი ღვაწლი ყველაფრის მიმართ. ამიტომ ნოდარ მელაძეს ვუფასებ მის ღვაწლს, როდესაც დამირეკა და მითხრა, რომ სიუჟეტი არ ვიცი ნახეთ თუ არა, ესე ნიუსში გავიდა, რომ კაცმა მოიკლა თავი, რაღაცა ბავშვი ესე. მოდიო გავაკეთოთ მარათონიო. და ეს მარათონი რა იყო, არ ვიცოდი, იმიტომ რომ მანამდე საქართველოში მარათონი კეთდებოდა ესე ფონდი ავნანა აკეთებდა და ეს იყო დიდი მასშტაბური ფილარმონიაში ჩამოდიოდნენ მსოფლიო ცნობილი ვარსკვლავები და აი ესე როგორ უნდა გამეკეთებინა მარათონი, როცა სტუდია მქონდა ავტოფარეხში, მაშინ იწყებდა მთავარი არსებობას. ვერ წარმომედგინე ეს როგორ უნდა ყოფილიყო, მქონდა მხოლოდ ორი სკამი და უკან ტილოებზე ვაწერდით რაღაცებს, რომ სხვადასხვა ვიზუალი ქონოდა სტუდიას. აი ამ რეალობაში მარათონი გავაკეთეთ ეს მარათონი. ეთყობა ამ გადაცემას ძალიან რომ რას ვაკეთებდით არ ვიცოდით და შემთხვევით შევაგროვეთ, რომ გვეგონა რომ 30,000 ლარს მაინც ხო შევაგროვებდით, შემთხვევით შევაგროვეთ 150,000 ლარზე მეტი. აი ამას გულისხმობ შემთხვევით, როდესაც ვამბობ და მე ნიკო დავიჯერე, რომ იცი რისი დავიჯერე? მოკლედ მე დავიჯერე მისიების ჯერ იდეაში, მაგრამ დავიჯერე იმის, რომ რადგან მეორეთაც გამომივიდა, რადგან მესამეთაც გამომივიდა და რადგან მეოთხეთ 250,000 ლარი ავკრიბეთ იგივე ავტოფარეხში და თან აი რასაც ვამბობდით, ზუსტად ის თანხა გროვდებოდა, დავიჯერე, რომ ამ ყველაფერს მარტო არ ვაკეთებდი და შესაბამისად რაღაცა მეხმარებოდა ის მისია, რომელიც სწორად ვიპოვე, მეხმარებოდა ღმერთი, მეხმარებოდა ყველა ის ენერგია, რომელიც სწორად მქონდა მანამდე რაღაცნაირად მობილიზებული. მოკლედ ეს აი ესე შემთხვევით მოვედი აქამდე.